ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ კონცეფციას აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას, თანამედროვე ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად. რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრების და მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა. პარტიის განცხადებით, კონცეფცია 4 ძირითად მიმართულებას ეფუძნება, რაც დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერებას, ციფრული პარტიის პლატფორმას, ფინანსურ გამჭვირვალობას და მიკროდონაციებს, ასევე მონაცემებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას გულისხმობს. მეტი სახალხოობა, მეტი შიდა დემოკრატია იყოს უზრუნველყოფილი უახლოეს პერიოდში და ამისთვის თავარი ღერძი ჩვენი რეფორმის გახავთ ის აპლიკაცია, რომელიც ელექტრონული ფორმით შეიქმნება და რომელიც ეკდება ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრს. და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყავს უამრავი იდეალისტი, უამრავი მომხრე, მაგრამ ეს ყველა მომხრე და მხარდაჭერი იქნება კიდევ უფრო წახალისებული, რომ გახდეს წევრი. ვიდრე სწორად რომ წევრობის შედეგად მათ შეიძლება მონაცემება მიიღონ როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონულ დონეზე, ხელმძღვანელების არჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შედგენაში, მათ შორის ფანდრაიზინგის პროცესში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პარტია უნდა გახდეს, გადავიდეს ჰორიზონტალური მართვის მოდელზე ვერტიკალურიდან, აქ გულისხმობთ იმას, რომ პარტია უნდა მოედოს ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში და სოფელში უნდა კონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ კონკრეტულ პრობლემებზე მოახდინოს იდენტიფიცირება. ამ პრობლემების იდენტიფიცირებაც სწორედ აი ამ ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით ხდება და შემდეგ უკვე აბსოლუტურად ცენტრისგან დამოუკიდებლად ყოველგვარი დირექტივის გარეშე საკუთარი ინიციატივებით ერთადერთი რაც ცენტრისგან შეიძლება მიიღონ, ეს არის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში მორალური, თორე სხვა დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ.